ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებული 6 პირი სასამართლო პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ადვოკატებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. 7 პირის მიმართ პატიმრობა კი მოითხოვა პროკურატურამ. პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის კანდელაკმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავე დარცნობს და საქმესთან შეხება არ აქვს. ამის პარალელურად კი ვრცელდება საქმეზე დაკავებული გორის საკრებულოს წევრის ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება, რომელიც კანდელაკს ხელს ადებს. ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. 2020-2021 წლებში რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიამ სახელწოდებით რუსული ღვინის საწარმო სახლი გამოთქვა ჩემთა სურვილი ვისკის შესყიდვაზე. ალიდამ სარეალიზაციოდ დაუმზადა ვისკი, რომელიც მე გამოვიგონე და დავარქვი ბორკან. ვისკის სახელად ბორკან გავუგზავნეთ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიას. მათ მოეწონათ შეპესე ალიდას პროდუქცია და მითხრეს, რომ ვინაიდან მათ ვისკის ხარისხი მოეწონათ, საქართველოში დაგვემზადებინა უაქციზო ბრენდული სახელწოდების ვისკები და არყები. 2024-2025 წლებში შეპესე ალიდან ჩამოასხა დიდი ოდენობით ბრენდული ვისკის სახელწოდებით ჩიბას რეგალი, არყები ბელუგა, გრეიგუდი და ბელვედური, რომელიც გახლავთ უაქციზო. მატერიალიზაცია რუსეთში ვერ შევძელი, რის გამოც დავიწყე კლიენტის მოძიება საქართველოში. მთელი ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში. ისევე როგორც მე, ასევე გიორგი კანდელაკი მასიურად ვეძებდით პირებს, ვინც გამოთქვამდნენ სურვილს მათ შეძენაში, რადგან გიორგი კანდელაკის აღნიშნულში, რა თქმა უნდა, მოგებას ნახავდა. ოდენობა კი დამოკიდებული იქნებოდა გაყიდული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რაოდენობაზე. საერთოდ ვერ ხვდები, რაზე ვარ დაკავებული. ერთადერთი გუშინ ან გუშინ წინ მთხოვა ოჯახის წევრებმა ამიყვანა ადვოკატი. ველოდებოდი სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, როცა ბორისი დააკავეს. წადი, აქ რა გინდაო, პატრონს უნდა გამოვუძახოთო. ბოლოს მითხრეს, ერთ-ერთ უფროს შენთან გასაუბრება უნდაო, ბორისაც განახებთო. ავედი და ცოტა შეკამათება მოგვივიდა. აბსურდია. სასწაული, დადგეს რაღაც კონცერტი. მე არაფერ შუაში ვარ. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. ბორის გოგიჩაიშვილის გარდა.